მგონი დღეს შენი ტვინისთვის ნამდვილი გამოცდა გველის. მოგიმზადეს სწრაფი და სახალისო ამოცანების სერია. ვნახოთ, რამდენს გამოიცნობ. შედიხარ ბნელ ოთახში, სადაც გაქვს გაზის ქურა, ნავთის ლამპა და სანთელი. ჯიბეში კი მხოლოდ 1 ასანთის ღერი გაქვს. რა საანთებ პირველს? როდესაც ოთახში შედიხარ და მხოლოდ 1 ასანთი გაქვს, აუცილებლად ასანთს ანთებ პირველს, რადგან ასანთის ღერი უნდა აანთო, რომ საერთოდ რამის გაკეთება შეძლო. აგური იწონის 1 კილოგრამს და ნახევარ აგურს. რამდენს იწონის 1 მთლიანი აგური? აგური იწონის 2 კილოგრამს, რადგან ნახევარი აგური და 1 კილო ტოლია 1 აგურის. გამოდის, ნახევარი აგური არის 1 კილოს ტოლი. მთლიანი აგური კი 2 კილო. ბეისბოლის ჯოხი და ბურთი ერთად ღირს 100 ლარი. ჯოხი ბურთზე 100 ლარით ძვირია. რა ღირს ბურთი? ბეისბოლის ჯოხი 100 ლარით თუ არის ძვირი, მაშინ გამოდის, რომ 105 ლარი ღირს ბეისბოლის ჯოხი, ხოლო ბურთი 5 ლარი. გემი დგას ნავსადგურში. მას გვერდზე ჩამოკიდებული აქვს თოკის კიბე, რომლის ბოლო საფეხური ეხება წყალს. საფეხურებს შორის დაშორება 30 სანტიმეტრია. იწყება მოქცევა და წყლის დონე საათში 15 სანტიმეტრით იწევს. რამდენი ხნის შემდეგ დაფარავს წყალი კიბის მესამე საფეხურს? წყალი კიბის მესამე საფეხურს ვერასდროს დაფარავს, რადგან კიბე გემზეა ჩამოკიდებული. მოქცევის დროს, წყლის დონის მატებასთან ერთად, გემიც ზემოთ იწევს. შესაბამისად, გემთან ერთად თოკის კიბეც მაღლა იწევს და წყლის ზედაპირსა და პირველ საფეხურს შორის მანძილი ყოველთვის უცვლელი რჩება. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი მაისური, რომელსაც წინ, მუცლის არეში, მაკრატლისგან გაკეთებული 2 ნახრეტი აქვს. ერთი შეხედვით კითხვა მარტივია, მაგრამ ადამიანების 90% არასწორ პასუხს იძლევა. შენი აზრით, სულ რამდენი ხვრელი აქვს ამ მაისურს? რაც შეეხება მაისურზე ნახრეტებს, სწორი პასუხია 8. დიახ, 8. მოდი ერთად დავთვალოთ. 4 ხვრელი თავად მაისურს აქვს სტანდარტულად. ყელი, წელი და 2 სახელო. რაც შეეხება მუცელზე არსებულ ნახრეტებს, რადგან მათში ფონი გამჭვირვალედ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ მაისური გამჭოლადაა გახრეტილი. ანუ 2 ნახრეტი წინ არის და 2-ც სურგზე. 4-ს მივუმატოთ 4 და მივიღებთ 8-ს. ოთახში 10 სანთელი ანთია. უცებ ძლიერი ქარი ამოვარდა და 3 სანთელი ჩააქრო. მეორე დღეს ოთახში შესულს, რამდენი სანთელი დაგხვდება? მეორე დღეს ოთახში შესულს დაგხვდება მხოლოდ 3 სანთელი, რადგან ისინი ჩააქრო ქარმა, ხოლო 7 სანთელი ბოლომდე დაიწვებოდა. წარმოიდგინეთ, გაქვთ მრგვალი, სქელი ყველის თავი. სტუმრები მოდიან და ყველის სასწრაფოდ 8 თანაბარ ნაწილად უნდა დაჭრათ. თუმცა ერთი პირობაა, დანის დასმის უფლება გაქვთ მხოლოდ 3-ჯერ. როგორ უნდა გაჭრათ ყველის 3 მოძრაობით ისე, რომ 8 თანაბარი ნაჭერი მიიღოთ? პირველ მოძრაობას ვაკეთებთ არა ზემოდან, არამედ გვერდიდან. დანას ვუსვამთ ჰორიზონტალურად და ყველის თავს მთელ სიგრძეზე შუაზე ვხედავთ. ახლა ჩვენ გვაქვს 2 თხელი მრგვალი ფენა, რომლებიც ერთმანეთზე დევს. დაგვრჩა 2 მოძრაობა. ახლა დანას ზემოდან ჯვარედინად ვუსვამთ. ჯერ ერთი ხაზი და მერე მეორე. ამით ორივე ფენას ერთდროულად 4 ნაწილად ვჭრით. ამ მოქმედებით გამოვიდა 8 თანაბარ ნაჭრებად დავჭერით ყველი 3 მოძრაობით.